გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული და საგანგაშოა. მრავალწლიანი არასწორი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაზიანებულია უნიკალური არქიტექტურა, მოზაიკა და ფრესკები, ხოლო მთავარი ტაძარი ისევ სარეაბილიტაციო კონსტრუქციებითაა დაფარული. დროებითი კომიტეტი ტაძარში ფრესკების მასობრივი ცვენისა და კედლის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს. ამტკიცებენ, რომ ყველაფერს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკეთებენ. გელათის სამონასტრო კომპლექსის გარშემო არსებული ვითარება კი კვლავ მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი განხილვის საგანია. კრიტიკოსები და კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ოცნების მთავრობასა და უშუალო წულუკიანს დანაშაულებრივ ქმედებებში ამხელენ. რა ხდება გელათში, დეტალებს მარიამ ლეკიაშვილი მოგიყვებათ. ახლა პირდაპირ ეთერში მარიამ გისმენთ. დიახ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გაავრცელა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ისინი უარყოფენ ყველანაირ იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა ბოლო დროს სოციალურ ქსელებში კათედრალის დროებითი გადახურვის მართებულობასთან დაკავშირებით. ისინი ასევე დეზინფორმაციას უწოდებენ იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უშუალოდ მონასტრის შიდა ტერიტორია, კედლები და ფრესკები არის წყლისგან დაზიანებული. ამას ვკითხულობთ იმ ვრცელ განცხადებაში, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განმარტებით, ყველა კრიტიკული კერა ახლა გელათში არის დასტაბილურებული და რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, თუმცა მაყურებელს ვუთხრათ, რა გავრცელებულ ინფორმაციაზე არის საუბარი. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი კამპანიის „მე მიყვარს საქართველოს“ ფარგლებში მის გუნდთან ერთად იყო სწორედ გელათის სამონასტრო კომპლექსის მოსანახულებლად, სადაც საზოგადოებას გააცნო ის ინფორმაცია, თუ რა ხდება ახლა გელათში და რა პრობლემები იკვეთება ახლა უშუალოდ გელათის რეაბილიტაციის პროცესში. მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ ძეგლთა დაცვის ექსპერტები უკვე ძალიან დიდი ხანია, თითქმის 7 წლის განმავლობაში მიუთითებენ და აპელირებენ იმ შესაძლო პრობლემებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ახდენს გელათის მონასტრის რეაბილიტაციას. როგორც უკვე გითხარით, კათედრალის სახურავი არის დროებით გადახურული და ექსპერტები მოუწოდებენ ახლა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისგან ისინი მოითხოვენ იმ მთავარ შეკითხვებზე პასუხს, თუ რატომ არის წმინდა გიორგის ეკლესია ამ დრომდე სწორედ ამ დროებითი მატერიით გადახურული. ამ სიამაყიდან ეს სირცხვილი გამოძერწა ქართულმა ოცნებამ. ჩვენი ეროვნული სიამაყე გელათი, ლაპარაკიც არ უნდა ამას, იქცა ჩვენ ეროვნულ სისხლს. გელათი არის მძიმე მდგომარეობაში, პროპაგანდა მუშაობს, რომ ყველაფერი კარგად არის და მხოლოდ 14%-მდე არის რაღაცა უმნიშვნელო დაზიანებები და ეს ავთენტიკა შენარჩუნებულია და არაფერი იქ არ ხდება და უცებ აღმოჩნდება, რომ ეს არის ჩიხის და ყველა შიგნით არის სველი, მთლიანი ტაძარი და ეს შიგნით არის რაღაც ჩალაგებული ტონობით უცხო მასალა. ეს არის ტრაგედია. ყველაფერი ცვივა ქვემოთ. ეს გადახურვა რაც არის ცელოფანი, წარმოვიდგინეთ ცელოფანი, რომელიც ჩვენ ვამბობთ, რომ რისკები ვაჩვენეთ, სად არის დასკვნა, სად არის კონსერვაციის გეგმა, სად არის რისკების შეფასების დოკუმენტები, რომლებიც არ არსებობს, ან არის ცუდად დალაგებული. ადამიანებს აქვთ უფლება იმისთვის, რომ შეაფასონ ეს კატასტროფა, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაატრიალა გელათის თავს და შეაფასონ ის პროცესი, რაც კატასტროფის მხილების შემდეგ ხდება. ასე რომ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი არის ის ორგანო, რომელსაც ვალდებულება უპასუხოს ადამიანებს. მით უფრო მაშინ, როდესაც პროფესიულ შეკითხვებზეც ისინი არ პასუხობენ და შეკითხვები არსებობს უამრავი, როგორც ძირითადი ტაძრის გადახურვასთან, ისე წმინდა გიორგის გადახურვასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ წმინდა გიორგის ტაძარში დროებითი უკეთესი ხარისხის გადახურვა იკომოსის მოთხოვნის მიუხედავად დღემდე არ არის ორგანიზებული. ძირითად ტაძარში კი ხედავთ, რომ საუბარი არის იატაკის გათბობის შესაძლებლობებზე, რომელიც მათ მიერვე მოწვეული ექსპერტის მოსაზრებით შეიძლება იქნას დაშვებული რეაბილიტაციის პროცესში. 6 წლის თავზე, როდესაც ჩვენ ეს ადამიანები გვარწმუნებდნენ, რომ 100% დაცულია ორივე ტაძარი წყლის ჩაჟონისგან, მათ მიერვე მოწვეული ექსპერტის საპირისპირო დაშვებას აკეთებს.
2015-2019 წლებში ქართულმა ოცნებამ დაიწყო გელათის სახურავის გადახურვის სამუშაოები, მათ გადახურეს კიდეც დროებით გელათის საკათედრო ტაძარი, თუმცა სამუშაოები იყო ტექნიკურად გაუმართავი და გადახურვიდან 1 წლის შემდეგ 2020 წელს სახურავს კვლავ პრობლემები შეექმნა. საზოგადოება გელათის მდგომარეობის ყველაზე კრიტიკულ მომენტში რეაგირების არ ქონაზე პასუხისმგებლობას იმ დროს კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს აკისრებენ.